შუადღე მშვიდობისა, მოგესალმებით, ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, მე შორენა ჭიაურელი ვარ. დიახ, და მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ გვიკავშირდებით უცვლელი საკონტაქტო ნომერზე 557-95-55-88. ვისაუბრებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე, თქვენი საზრით ჯანსაღია თუ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ამავდროულად საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლის აზრი, უმჯობესდება თუ უარესდება პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში. საინტერესო იქნება გვიპასუხოთ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ანალიზის საფუძველზე, თემატურად განვიხილოთ არსებული მოცემულობა ჩვენს ქვეყანაში, ასე რომ ველოდებით მაყურებელს, რომელიც დაგვირეკავს 557-88-55-88 და როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ რადიო სიხშირე FM 105 და 1, ასე რომ მე ველოდები მაყურებელს, რომელიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს. რაც შეეხება უშუალოდ გეტყვით, დიახ, დაკავებებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, ამასთან ერთად მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერი, თქვენ ეს უკვე იცით, აქციები, გახმაურებული კანონები, დაკავებების სერია და დავიწყებული ხალხის პრობლემები. ჩვენ აი ამ პრობლემებთან დაკავშირებით არაერთი გადაცემა გვისაუბრია, სოციალური და ეკონომიკური პრობლემა და თუ როგორ შეიძლება რომ დავახციოთ სიღარიბეს თავი. მნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს არაერთი მაყურებლის მხრიდან მოსმენილი, მათ შორის ინიციატივებიც. რაც შეეხება დაკავებებს, თქვენ ახლა კადრშიც ხედავთ გიორგი ვაშაძის კადრს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, ფაქტობრივად ბარიერ გადალახული ოპოზიციური ძალების პრაქტიკულად ყველა ლიდერი ან უკვე ციხეშია, ან ახლო მომავალში ემუქრება ასეთი პერსპექტივა. ეს ნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა იმ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც მასში მონაწილეობას გადაწყვეტს, ლიდერების გარეშე მოუწევთ და როგორ მოქმედებს ზოგადად ეს დაკავებების სერია შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე და რა გავლენა ექნება მას პარტიების რეიტინგზე და რა პოლიტიკურ სურათს მივიღებთ ამის შედეგად შემოდგომაზე, ამ მიმართულებითაც შეგიძლიათ რომ შემოგვიერთდეთ. ბუნებრივია ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ მოვლენებზე, ანალიტიკოსების პოზიციას ვიშველიებთ ხოლმე გადაცემის დროს, თუ მათი ანალიზი როგორია აღნიშნულ თემასთან მიმართებით, თუმცა მაყურებელს მოусმინოთ, რომელიც ახლა შემოგვიერთდა და მე მარაერთი ანალიტიკოსის აზრსაც მოგახსენებთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა, შვილო. ის მათ პოლიტიკოსების შვილო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებმა თვითონ დაიჭირეს თავი, რატომ მე გეტყვი, გამარჯვების შანსი არ აქვს შეთანხმდნენ მთავრობასთან, დაგვიჭირეთ 7-8-ზე და ჩვენ ვიყოთ ციხეში, რომ იმათმა დასავლეთის დავითმა პატრონებმა შემოუცვალეს, რომ ადექით არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ესენი როგორ მიიღებენ არჩევნებში? აი ხალხის წრეები, საქართველოს სამშვიდობები დაარღვევენ როგორი სულუკიანა, როგორი დადეს მალე, რომ რაც ოპოზიცია არის მაგენი, აი 4 სატელიტი და მაგა აი ნაციონალები ყველა არის გამჭირველი ცილო. მაგათ მაზატადა თავი გადაიცინეს, ციხე რა ციხე, ციხე ტელევიზორები და კომპიუტერები და იქა კარგად არის, ყველა კარგია და ნახე რა კარგად გამოვიდნენ ცილო მაგენ. კარგი ცილო, მადლობა. გასაგებია, მადლობა თქვენ ზარისთვის, თქვენი საზრით ჯანსაღია თუ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, სწორედ ამ თემის ირგვლივ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ 557-88-95-88 უმჯობესდება თუ უარესდება პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში, ველოდებით შემდეგ მაყურებელს, რომელიც დაგვიკავშირდება. ბოლო დაკავებული სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძია, რომელიც 24 იუნის სასამართლო პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნოდა მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მას ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მაყურებელს ვრთავთ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობა. დიახ, მოგესალმებით, ქალბატონო, შეფრენად ხსოვადით საზოგადოებას. დიახ. აი, პროგრამეთ ხო, აი, ჯანსაღი კი არის. შიშობ რო რაღაცა
ფსიქიატრიული კლინიკის ის არის, რა ქვია, ატმოსფერო შექმნა. იქაც და იქაც, განსაკუთრებით კიდევ ლავად, კარგია ისე 7-8 ასე ვთქვათ, კამერაში მოაწევს ეს, იმიტომ რომ სახში იყო სუიციდამდე არ მისულიყო. ხალხი ძალიან ის არის ისა. არ გამიკვირდება რომ ვაშაძე გადმომხდარიყო, ემიდა რა ქვია, მატარებლი და როგორც ბორის პასტერნაკის უბრალოდ გმირი დოქტორ ივაკა. იგივე ქალბატონ სალომეს კიდევ ეს რა პასუხი ლაბორატორი სინციკოს მოთხოვნა ვერ გავიმეორებთ და სერგოლეიშვილი ქალბატონი საშინელებებს უკვე ფსიქოსის თავის თვითონ ხო ცხოველების ფერმას ახსენებენ გასაგებია ადვილად რატომ იმის ოუელის ცნობილი მაგრამ თვითონ ბულგაკოვის უდავნის და მარგარიტა ნიკოლაევnas ემგროვდება ქალბატონის სალომეს და ეს ჩერგოს უნდა თუ პოლიტჯოქსია ეს უდიადი ხელობაზე რომ გაფრინდება ეს ქალბატონი ესე გაფრინდნენ შევარდეს ემაში შუშების სასახლეში დააქციეს და ეს პიკასოს ნახატის აქციეს ემათ რა ქვია დაფუძნებად უკვე ალბათ ესეთი აზრები ასუქებს საშინელება ღმერთო შენ დაიფარ საქართველოს და გადაარჩინე ეს ასეთ რამეებს თუ მოვესწრებოდი და ესეთი მეს ვისტრაფებებს უკვე არაფერს აღარ ეძებდი ისეთ აზრებს გამოთქვამო პირდაპირ რა თქმა უნდა უხერხულია მისი გამეორება მადლობთ ქალბატონის ორენა და ღმერთებარი დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის პირიქით რომ გვირეკავთ 557-88-55-ზე ჩვენ ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ვსაუბრობთ დაკავებების სერია ფაქტობრივად მოგახსენეთ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით მათ შორის 23 ივნისს პოლიციამ დააკავა ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მათ 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს და 2 წლით აუკრძალეს საჯარო თანამდებობის დაკავება. ამას წინ უძღოდა კოალიციას ცვლილებებისთვის ლიდერების ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის დაკავება. ჯაფარიძეს უკვე მიუსაჯეს 7 თვე, მელია და გვარამია კი პატიმრობაში იმყოფებიან და სასამართლოს განაჩენს ელოდებიან. ასევე ანალოგიური ბრალდების გამო წინასწარ პატიმრობაშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქროაშვილი და აღნიშნავთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით წარედგინა, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, ისინი ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად კომისიის სხდომაზე არ მივიდნენ. შემდეგი მაყურებელი ხაზზე ყავს, ვაფასებთ პოლიტიკურ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში. მოგესალმებით. მოგესალმებით, შორენა. მათ ხალხს ოპოზიციურ პარტიებად არ აღიქვავს ხალხის 1,200,000 ადამიანი და კიდევ უფრო მეტი. ეგენი არიან აგენტურა. ეგენი ჯერ ერთი ლეგიტიმური ორგანოა ის რა ქვია რაც შეიქმნა კომისია ხო? ამდენმა ხალხმა ხმამისა ეგენი რახან გახტივიან არალეგიტიმური პარლამენტია ეგრე ხო არ არის არა? არსებობს ხალხი რომლებმაც 1,200,000 კაცმა მისცა ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არის კომისია. პირდაპირ გამოაცხადეს და თქვენს ვინც არ გამოცხადდება არის პატიმრობა ამაზე. ნუ ეგ იყო ლაპარაკი და გადასარევად იციან ძალით აჭერინებენ თავს, იმიტომ რომ ქუჩაში არაფერი გამოუვიდათ, ხალხი მხარს არ უჭერს. მე ესე ვფიქრობ, რომ მეტიც დაემატებათ მაგას ვინც არიან. ეხლა კომისია რო დადებს დასკვნას, პირადად მეც მაქვს შეტანილი დაზარალებული სტატუსი მაქვს პოლიციელებისგან. უამრავ ადამიანს მიესჯებათ ძალიან დიდი ისა რა ქვია საშერი და რაც შეეხება პოლიტიკური ველი თავისუფლდება აი მაგ აგენტურისგან მე ესე ვფიქრობ და გადაეთმობა თქვენაირ პარტიებს კიდე არსებობენ ეგეთი სოლიდარობა მშვიდობისათვის თქვენ ამდენი პარტიებია საქართველოში ამგეზე მეტი არავინ არ არის არსებობენ პარტიები ესენი გაილევიან არ არსებობ ხანდამჭერები ამგეზე აღარ ყავთ და მიეცემათ ქართულ პარტიებს, აი ქართულად მოაზროვნე პარტიებს არენა ექნებათ ამ არჩევნებზე. მე ესე მგონია აბსოლუტურად როგორ ხალი ხალხს არ გავს, კაცი კაცს არ გავს. არასიტყვებით იგინებიან ეს ხალები და გოგოები, ვისთვის არის მოსაწონი. ანდა ეს რატიანმა რო ხელი დაარტყა პოლიციას, იქ ამაღლობელი გამომიყვანეს კიდე გმირი. ამდენი სივრცივილი, ამდენი ლანძღვაგინება, ვინმეს მოწონს ამ ქვეყანაში? არაჩვეულებრივ კანონებს იღებენ ცილის სამებაზე კანონს ეხლა იღებენ აი დაზარალებული უამრავ კანონს იღებენ და ეხლა უნდა იმარჯოს ქართულად მოაზროვნე პარტიებმა რომ მიიმხროს ხალხი რომ ველი დაიკავონ ამგენის მაგივრად აი ამ პარტიებმა ამ აგენტურის მაგივრად
დიახ, დიდი მადლობა. ქალბატონო, თქვენ ზარისთვის 557-88-95 გვკავშირდებით ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკურ პროცესებს მიმოვიხილავთ ჩვენ დღევანდელ ინტერაქტივში, ასე რომ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. ახლა მაყურებელმა ახსენა ცილისწამებასთან დაკავშირებით, ანუ ცვლილება, რომელიც შევა კანონში, მე გეტყვით, ანუ განმარტავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება, ხოლო მოსარჩელი, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდელობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება. ამასთან ერთად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 100 დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შეუძლია. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდგომ იმ განცხადებებზე გავრცელდება, რომელიც ახალი კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა ხანდაზმულობის 100 დღიანი ვადა გასული არ არის. აი ეს რაც შეეხებოდა ცვლილებას კანონთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ცილისწამების თაობაზე. 555-88-95-88 შემდეგ მაყურებელს ველოდებით ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ვსაუბრობთ. დაკავებების სერიებთან დაკავშირებით მოგახსენეთ და რას ფიქრობს ანალიტიკოსთა წრე. თუ რა მიზანი აქვს ოცნებას, ბუნებრივია ეს კითხვა გაჩნდებოდა. და რამა საყვარელიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მაქსიმალურად კანონით გაწერილი რეაქცია მისცეს პროცესს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ოცნება ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ცდილობს. რაც შეეხება ანალიტიკოს რამა საყვარელიძეს კვლავ, ის აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ სურათს დიდად არ შეცვლის. ასეთი არის პოზიცია, რაც შეეხება უშუალოდ ადგილობრივ არჩევნებს და ოპოზიციურ ძალებს, ვისაც მასში მონაწილეობა აქვს განსაზღვრული, საყვარელიძე ამბობს, რომ ამ ძალების ლიდერთა პატიმრობაში ყოფნამ შესაძლოა მათი მხარდამჭერების მობილიზაციაც კი გამოიწვიოს. ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ საზოგადოებაში პროტესტი იზრდება, თუმცა ოპოზიციამ ამის მოძრაობაში მოყვანა უნდა შეძლოს, რაც სამწუხაროდ დღეს არ ჩანს. ასევე რამას საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ამ დაკავებების სერიის ფონზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის რეიტინგებში დიდ ცვლილებებს ის არ ელოდება. რას ფიქრობს ზოგადად მაყურებელი იმ პოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის თქვენ იცით საკადრო ცვლილებები თუ საკადრო წმენდა, ასეთი ფორმულირებითაც გავრცელდა არაერთი ინფორმაცია ქართულ ოცნებაში, თქვენი შეფასებები როგორია? საინტერესოა რა თქმა უნდა, ასე რომ 557-88-95-88-ზე ველოდებით მაყურებელს, რომელიც შემოგვერთდება ობიექტივის პირდაპირ ეთერში. აქტიურად საკადრო ცვლილებები ირაკლი კობახიძემ პრემიერის პოსტის დაკავებიდან მალევე დაიწყო, თქვენ იცით, აპრილის საკადასტრო ცვლილებების თვე აღმოჩნდა, მაგალითად ცვლილებების ცენტრში იყო სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომლის პოსტიდან გადადგომის ცნობა უпроსწორედ 2 აპრილს გავრცელდა და უკვე 4 აპრილს პარლამენტმა მის შემცვლელად იუსტიციის ყოფილი მინისტრი ანრი ოხანაშვილი აირჩია. მანამდე 1 კვირით ადრე თანამდებობა დატოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, თანამდებობა დატოვა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. 2025 წლის 28 მაისს კი თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. და ასევე ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ლევან დავითაშვილის გაშვებაც ამ ტენდენციის ნაწილია. მოკლედ, ძალიან ბევრი თემაა იმისთვის, რომ იმსჯელოს ჩვენმა მაყურებელმა. პირდაპირ ეთერში გვყავს დიახ, შემდეგი მსმენელი, ასე რომ გითმობთ დროს გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. კარგით. ისევ და ისევ დაუბრუნდეთ, ვინაიდან ვსაუბრობთ აი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. მაყურებელი გვყავს, ხო? მოგესალმებით, გისმენთ ყურადღებით. კეთილი. კარგით. დავალოდოთ მაყურებელი, რომელიც შემოგვერთდება, მე შეგახსენებთ, რომ
პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, გამოკითხვის ფორმატის, თქვენ იცით, ჩვენი ინტერაქტიული გამოკითხვა, მთავარი თემა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესები გახლავთ, როგორ შეაფასებთ იმ ცვლილებებს განსაკუთრებით, რაც ბოლო პერიოდში მოხდა და საინტერესო ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ძალიან მალე მოახლოვდება 4 ოქტომბერი ეს თარიღი არის გახლავთ განსაზღვრული, რა ასეულოდებით და ზოგადად თქვენი შეხედულებები მოვლენებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ზალ ანჯაფარიძე აღნიშნავს აი ამ გადადგომებთან დაკავშირებით, რომ დავითაშვილის გადადგომა ანაკლიის სპორტთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეიძლება რომ შეეხებოდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბევრი ვერსიის განხილვაა შესაძლებელი და მხოლოდ ანაკლიის სპორტთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობაც შეიძლება ითქვას არ იყოს სწორი, ვინაიდან სხვადასხვა ვერსია შეიძლება რომ იქნას განხილული. ახალი პრემიერის ასეთი საკადრო პოლიტიკა ბუნებრივად აჩენს კითხვებს მმართველ პარტიაში, სხვადასხვა ჯგუფების არსებობის და ასევე მათ შორის მძაფრი კომუნიკაციის შესახებ და კითხვაზე, რატომ გაუშვეს ღარიბაშვილის ყველა კადრი, რატომ დადგა ამის აუცილებლობა და ხომ არ მიანიშნებს ეს პარტიის შიდა დაპირისპირებაზე, ასევე ანალიტიკოსი ანჯაფარიძე პასუხობს, რომ არაფერს გამორიცხავს, თუმცა ფიქრობს, რომ გუნდში დაპირისპირება. კეთილი 5-5-7 88 55 88 გუკავშირდებით და ვისმენთ თქვენს აზრს, როგორია თქვენი დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით. მე ბუნებრივია თქვენ გითმობთ დროს, ჯანსაღია თუ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, უმჯობესდება თუ არა პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში, საუბრობთ შიდა პოლიტიკაზე. მხოლოდ დღევანდელი მოცემულობით დღევანდელ ეთერში გადაცემაში. მოგესალმებით, გამარჯობა. ისაუბრეთ, ქალბატონო, გისმენთ. კარგით, სამწუხაროდ მაყურებელი ეთერიდან გავიდა. შეგიძლიათ შემოგვერთდეთ როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს, რადიო სიხშირე FM 105 და 1 ვინც გვისმენთ ახლა ამ დროისთვის. ფაქტობრივად ჩვენ განვიხილავთ როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესებს, შეგიძლიათ ისაუბროთ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ, გახმაურებული კანონები, მათ შორის დაკავებების სერია, დავიწყებული ხალხის პრობლემა, ეს კიდევ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი. პირდაპირ ეთერში მაყურებელი გვყავს, გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ. გისმენთ ყურადღებით. მე მგონი რომ დროულია უკვე რაც ხდება, თუ დაგვიანებული არ არის და მე დადებითად ვაფასებ ჩვენი თავრობის ეფექტიურ მუშაობას. ცით რა არის საინტერესოა, თუ შეგიძლიათ უფრო გაშალოთ ვრცლად, დადებითად რა ასპექტში შეგიძლიათ შეაფასოთ დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენ მოგისმენთ. დაუწიეთ ტელევიზორს. საკადრო ცვლილებები პირველ რიგში საჭიროა ახალი სისხლი და ახალი კანონები, რომელიც უნდა კანონობდეს აიხანია და ეხლა შედის ზავაში და ძალიან მოხარულია. კარგით. გავიგეთ, მადლობა თქვენ ზარისთვის, დაგემშვიდობებით. 5-5-7 88 55 88 პოლიტიკურ პროცესებზე ვსაუბრობთ. არაერთხელ აღვნიშნე მე ეს ჩვენი მაყურებლისთვის, ვისაც გაქვთ სურვილი რომ შემოგვიერთდეთ, ვსაუბრობთ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რას ელით, ასე რომ ვთქვათ, ეს კანონები, რომელიც სავარაუდოდ ძალაში შევა, დაკავებების სერია მათ შორის და მის პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. მაყურებელი ხაზზე გვყავს, გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ, ისაუბრეთ. კარგად ისმის ხომ ჩემი ხმა? დიახ, ქალბატონო, მესმის კი ბატონო. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ნამდვილად არ არის ეროვნული პარტია. ის ეკუთვნის ვინმე ფიფიას, რომელიც არის რუსეთში მაცხოვრებელი ქართველი ოლიგარქი. და სოლიდარობა მშვიდობისთვის პარტია ფინანსდება რუსეთიდან. შესაბამისად, იქ ყველა რესპონდენტი არის ქოცების გამправებელი, ქოცების პარტიის გამправებელია. ასე რომ სოლიდარობა მშვიდობისთვის ნამდვილად არ არის ეროვნული პარტია და არც არხი. მადლობთ.
გასაგებია თქვენი პოზიცია არის დაგემშვიდობებით 557-88-55 შეგახსენებთ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია მე შორენა ჭაურელი გახლავართ და მომდევნო თითქმის 9 საათის განმავლობაში კვლავ ვიქნებით ეთერში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მიმოვიხილავთ როგორია თქვენი დამოკიდებულება შეხედულება ზოგადად ანალიზი შეგიძლიათ გააკეთოთ საჯაროდ პირდაპირ ეთერში მაყურებელს უსმენთ გამარჯობა გამარჯობა. დიახ. პირდაპირ გეუბნებით. თქვენ რატო აკეთებთ ძირ მომხრევ რაღაც სულელურ შეკითხვებს იძლევით? ძალიან კარგად იქცევა ჩვენი მთავრობა გენიალურად ვით დასაჭერია უნდა დაიჭირონ და აბსოლუტურად ეს აღიარებული სიას დიდი ხანია უნდა მომხდარიყო და თქვენი ტელევიზია აბსოლუტურად არაობიექტურია არც მიმოხილვაში ასე რომ კარგად გამდებოდ. გასაგებია თქვენი დამოკიდებულება რომ წარმოადგენთ ქალბატონო მხარეს არავინ არ დაობს ბუნებრივია რა ნაწილში ხედავთ არაობიექტურობას ესეც საინტერესო იქნება თუმცა თქვენ დაგვტოვეთ არ მქონდა კითხვის დასმის შესაძლებლობა ასე რომ დაგემშვიდობებით სამწუხაროა ნამდვილად მსგავსი დამოკიდებულება კითხვის ფორმულირებაც დაიწუნეთ და რას ხედავთ ასე ვთქვათ ამაში ცუდს რომ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს ვაფასებთ, ეს თქვენი დამოკიდებულება. კარგით, დაგემშვიდობებით. შემდეგი მაყურებელი გვყავს ხაზზე, მოგესალმებით და გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. კარგით, რამოდენიმე წამში შემოგვერთდება შემდეგი მაყურებელი. სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონიდან იმ მუხლის ამოღებაც იგეგმება, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება. სხვათა შორის აქ აღსანიშნავია რომ საუბარია კანონის მეოთხე მუხლზე რომლის თანახმად აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით ამავე მუხლის მიხედვით მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით ხოლო მოწოდება პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ იწვევს როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას რომელიც ქმნის კანონს საწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა პირდაპირ და არსებით შეფერხებას აღნიშნულ მუხლზე ყურადღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ გაამახვილა და როგორც ჯაფარიძემ განაცხადა ამ მუხლს აუცილებლად გამოიყენებენ კითხვაც გაჩნდა თუ რანაირად გამოვა და რანაირად იქნება ეს შესაძლებელი და მომხსენებელმა დავით მათიკაშვილმა ჯაფარიძეს უპასუხა რომ აღნიშნული მუხლი კანონ პროექტიდან ამოღებულია და ინიციატორმა აღნიშნული მუხლის ამოღება გაითვალისწინა ახლა გავითვალისწინებთ რომ ასეთი დათქმა აღარ არსებობს განაცხადა მათიკაშვილმა სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მუხლობრივად უკვე განიხილა. მაყურებელს უსმენთ, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ. შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. გამარჯობა. ეს მე ვარ ახლა ეთერში? დიახ, ეთერში ბრძანდებით. დაუწიეთ ტელევიზორს. ტელევიზორი დაწეული მაქვს და ისაუბრეთ. ჩემი საუბარი ასეთი იქნება. ვაშაძე, ხაზარაძე და მელია არიან დასახვრეტი. რატომ თვლით შეგიძლიათ განმარტებაც იმიტომ რომ გააკეთოთ? დასახვრეტი არიან მახს ხაზარაძე ვაფშე ბინიდან გამომაგდო და დასახვრეტია მაიგაცი. დაიჭირეთ ძალიან კარგია. მე მოვესალმები მაგას. მაგენი ყველა ოპოზიციის წევრები დასაჭერია ყველა. რაც შეეხება ზოგადად პროცესების შეგიძლიათ შეაფასოთ თქვათ დაკავებების გარდა არ ვაფასებ მაგენ არა შესაფასებელი გაგაბდანებული კარგით მადლობა გასაგებია თქვენი აზრი 557 88 გვეკავშირდებით და აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს რას ფიქრობს მაყურებელი შეგიძლიათ რომ შემოგვიერთდეთ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი თია წულუკიანის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცილისწამების თაობაზე მუხლის შეტანის და მის დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრის წინადადებით გამოდის. შესაბამისი ინიციატივა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების პროექტის განხილვისას წამოაყენა და როგორც თია წულუკიანმა აღნიშნა, ცილისწამების შესახებ მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან მიხეილ სააკაშვილმა ამოიღო. მაყურებელი გვყავს ხაზზე, მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობა, ხალბატონი. ისაუბრეთ. როგორი საერთო დაგავებულია?
დაუწიეთ ქალბატონო ტელევიზორს და თუ შეიძლება ისე. შვილო, გენაცვალოს, რა ქვია შენ? ქალბატონო, თუ შეიძლება თემატურად გამოთქვით პოზიცია, შეაფასეთ. ეხლა გეტყვი. უცხაიდო ეს ოცნება უნდა გაქრეს, ხალხი დაისვინოს. დავიღალეთ. მაგრამ ეცობა ოცების ხალხი ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. ჩვენ ურბედური ვართ. მარლა ტელევიზიაში განხადეთ. ძალიან ხო. თუ ოდნა გადისცემა. კარგი? კარგით, მადლობა ზარისთვის დაგემშვიდობებით 557-88-55 პოლიტიკური პროცესების შეფასების საშუალება გაქვთ ახლა საჯაროდ ეთერში, ასე რომ მედია კავშირი ობიექტივი გაძლევთ ამის შესაძლებლობას, როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს. 557-88-55 ახლანდელი დაჭერები სწორედ ამას ემსახურება, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდეთ და ჩავთვალოთ, რომ ყველას მოგვდგებიან და მოგვერევიან ეს შეფასება აღნიშნული შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია Facebook გვერდზე წერს და როგორც ის აღნიშნავს, საჭიროა ბრძოლის სტრატეგიის გარშემო ერთიანობა, ადგილობრივი არჩევნების დელეგიტიმაცია, სანქციები და დიდი აქციის ჩატარება, სადაც ბრძოლის სტრატეგია გამოცხადდება. მაყურებელი ეთერში გყავს, თქვენც გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. თამაშზე ხომ ტელევიზორს არ უყურებ რადიოში კეთებით. და აუცილებლად არ გამოვირთვევი ხა ეს რეგბიც, მაგრამ საჭიროა ჩავთვალე. კი ბატონო. იცით რა, გააცული ვითარება, ალბათ ამის დეტალურად ნახებით არ იქნება, მაგრამ უსმინე რამდენიმე წინა გამოსვლა კონსეფაროს და არ დიდი პატივის თემად შემდეგ, მაგრამ ალბათ საინტერესო სახეობრივი და უზამოხარული იქნება. აუცი ამდენად მათი აზრი, რაც უნდა პარლამენტში გასავალებელი და საბატონო. მაგრამ ძალიან სულ სიტუაცია მალე იქნება დრო, როცა უკვე აუცი გადავასწარი სილუეტ კორიერს და დიახ, იცით რა არის? აი თქვენ აღნიშნავთ, რომ ძალიან რთულადაა სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. შეგიძლიათ უფრო გაშალოთ ეს თემა, აი რას გულისხმობთ? ქართული ოცნება, ანუ სახელმწიფო გუნდის მოქმედებებს თუ კონკრეტულად აი რა მიმართულებით შეგიძლიათ რომ რა თქმა უნდა, იცით რა? არ მთავრობის დიდი უშმოლისა და რაღაცა. სააკაშვილის დროს საერთოდ ახალი ვაშენდა გული ხალხო შეიქცა ინსტიტუტები ასეშეთ და რატომაც ავიწყდნენ ამ ხალხს თავარი დამფინანსებელი ამ ყველაფერს იყო ივანიშვილი 2009 წელს თანამედროვე თემა და ლიუსე ხარი თემასთან საშუალებაა ძალიან ბევრი წინასწარმეტყველები თანამდებობის პირები არიან და როდესაც და განშილვების მოხარწმენობის დასწრებული შეფრომები და თუმაცარი და მათ არ ეხება. სააკაშვილმა დაიწყო რეფორმები კარგად, მაგრამ მე შემდეგ უკვე ამ ბიზნესზე წოლა, ხალხის თქვათ დარბევები და ასე შემდეგ. რო გააკეთა მაგიტო იყო რომ გადავიჭირდა და უშით ახალი მთავრობა, ხო? ამ ბოლო წელს განსაკუთრებით გადაასვა ყველა აჩვენებული სამწუხარო. ეს იქნება ბიზნესის ეწუხება, რა ვიცი, ხალხის არ ვიცი ადრე არ აშიქებდნენ თუ რა იყო, ალბათ 10-ჯერ უფრო მეტი ხალხი აცემის გასაგებია და ერთი კაცი ამისი არ დაიჭირა. ვიდეო თუ ახლა ხალხი სამწუხარო ფსიქოლოგიურად რა რეაქცია უკვე ნელ-ნელა რეაქცია რაღაცა ნებდება, ეს არის კატასტროფა. რა თქმა უნდა, მოუწოდებს რაღაცა ეს გამოკლოს კატასტროფა. ყველა ადამიანი თავის აზრს აფიქსებს და ყველაზე ძირითადი არის ეს აი არბავაში ეს ვინ არჩა მაგრამ არის ახალგაზრდობა მოდის შეიძლება ამიზედა ფავს საბედნიერო ახალგაზრდობა რომელიც თანამედროვე პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობა არის
დაამთავრეს სკოლებში მიიღეს განათლება, აკუხავთ მათ არ აჩვენეს. აღარ შეიძლება რომ თქვა დავასახელო. აღარ წავიდა ამათიგრო ამ სტატისტიკები და ესე ალტივები ფიგურები და იმათი პროცედურა ერთხელ ცოტა ახალგაზრდის მიწეს საშუალება ხო? რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. საინტერესოა თქვენი პოზიციაც, გმადლობთ და დაგემშვიდობებით. 557-88-55 ველოდებით შემდეგ მაყურებელს, რომელიც შეაფასებს ქვეყანაში არსებულში და პოლიტიკურ პროცესებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ასე რომ როგორც ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და ისაუბროთ პირდაპირ ეთერში. საუბრობდით ელენე ხოშტარიას პოზიციასთან დაკავშირებით, ის თვლის, რომ ქართული ოცნების ქმედება, რასაც ახორციელებს ბოლო პერიოდში ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, თავარი, ესე ვთქვათ, ჩანაფიქრი არის ის, რომ ფსიქოლოგიურად გატეხოს ეს ადამიანები. რეალობა ასეთია, რეჟიმს არავინ აღიარებს არც გარეთ, არც შიგნით, როცა არ გაღიარებენ, გიჭირს არსებობა, ეს მუდმივი მოცემულობა არა შენარჩუნებულია. შიგნით კოცებში მიდის ერთმანეთის დაჭმა, ეს მათი წაგების ნიშანია, ჯერ არა, სისუსტის კი. საქართველოს აღმოაჩნდა გაუტეხელი საზოგადოება და გაუტეხელი პოლიტიკური სპექტრი, ეს მოგების გარანტია არა, არაერთი კითხვა აქვს, რომელიც დასვა ელენე ხოშტარიამ, მალე უნდა გავაკეთოთ დიდი აქცია, ყველა ერთად დავდგეთ და ბრძოლის სტრატეგია ვთქვათ, ეს არის ჩვენი ამოცანა ამ დღეებში და ეს არის ჩემი განწყობა ამ ფაზაში წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. ასევე საინტერესოა, რამდენად მიესალმებით, ესე ვთქვათ, დაანონსებულ აქციას ოპოზიციური ნაწილის მხრიდან, პირდაპირ ეთერში მაყურებელს უსმენთ, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, გამარჯობა. მაყურებელს შეუძლია. დიახ, მოგესალმებით. მე ეკრანზე ვიტყვი. დიახ. შემოკარგებო, მიმართავ ხოშტარიას და მის თანამდებობებს. და მეგობრებს. ეგეთებულ ოპოზიცია. ეგენი ოპოზიცია არ არის. ეგენი არის ხალხის მტრები. და ხმა გაიკვიტონ. როცა ლაპარაკობენ საქართველოს ხალხის სახელით და ლაპარაკობენ. თუ მაგათ უნდა შემოგავიდეთ ზოგიერთი კონკრეტულ მაგალითი. პატრიოტთა ალიანსმა ეხლა ყანონის წევრი მე არა ვარ. დიახ. პატრიოტთა ალიანსს ჰქონდა კონკრეტული კიანდაბები. ოცნების იქეთავაზებული. ეს იყო უფასოწყება ბავშვებისთვის, ეს იყო სოციალურად დაუცველებისთვის. იქ დახმარებები, ასაცმელი იყო, საწები იყო და ბევრი ეგეთი პროგრამები კიდე. და იყო კიდე უსაქაროებისთვის კიდე. რაღაცა ფონდის ტექნა, რაღაცა თქვა საამშენებლო კომპანიების გოდების მიცემა და აქედან რაღაცა ერთი ბინა, ორი ბინა რომ იმ გაჭირებულ ხალხის გადაეცა. ერთი მათგანი შეასრულა ოცნება? ასეთი შეასრულა. რა შემოსთავაზა? სიტყვაზე ვითომ აღმაშენებელმა სტრატეგია აღმაშენებელი როა და ქალბატონი ხოშტარია და იგივე გვარალია. აი რა შესთავაზეს, რომ ხალხს რა შესთავაზეს? არც არაფერი, ხო? ამა დემოკრატია რობიოჭამა გონია, დემოკრატია რობიოჭამ არ არის დემოკრატიებო. ყველაფერს აქვს თავი საზღვრები. პოლიციას ხელს გააწყო, მაგაზე პასუხი ნაადო. რაღაცას რომ დააჭერეს, მაგაზე პასუხი ნაადო. ეგრე არ არის, რადგან ვიდა იმას გავაკეთე. აი ესია ჩემოგამო. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ზარისთვის 557-88-55 შევახსენები მაყურებელს თუ რადიო მსმენელს ვინც ახლა შემოგვერთდა რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, გამოკითხვა და ვსაუბრობთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ ვისმენთ არაერთ საინტერესო აზრს და რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი, რა ანალიზი შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენც, ვუსმენთ მაყურებელს, რომელიც უკვე ხაზზე გვყავს, გამარჯობათ. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. გამარჯობათ. დიახ. რა კრიზისია ლაპარაკი, რა კრიზისი, რის კრიზისი? არანაირი კრიზისი არ არის საქართველოში, კაცო. დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა არის ერთადერთი, სადაც ხალხი შიმშილობს, ხალხი არ მუშაობს, სამუშო ადგილები არ არის, მაგრამ თითო ოჯახში 5 მანქანა და ეხეთაღები ქეიფში და იმაში არის. კარგი რა ბოლოს და ბოლოს. კარგით, გასაგებია თქვენი დამოკიდებულება, დაგემშვიდობებით. დავალდოთ შემდეგ მაყურებელს, რომელიც შემოგვიერთდება, რას ფიქრობს
საკითხზე. ფაქტობრივად რამოდენიმე თემა გვაქვს ჩვენ დღეს, გარდა პოლიტიკური პროცესების ჩვენს ქვეყანაში, შეგიძლიათ ასევე აქტუალური გახადოთ საკითხი, დავიწყებული ხალხის პრობლემები. თუმცა ბატონმა აღნიშნა, რომ არანაირი კრიზისი არ არის ჩვენს ქვეყანაში, 5-5 მანქანა სახლში, თითქმის ყოველდღე ქეიფი და ასე შემდეგ. გასაგებია ახლა რა პოზიციაც ჰქონდა მას, რა სიტყვით თქვენ ამ მიმართულებით დაკავებების სერია ასევე, რომელიც ბოლო დღეებში აქტუალური საკითხია. მაყურებელი ხაზზე გვყავს და გავიგოთ მისი აზრიც. მოგესალმებით. გამარჯობა. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. მე ვეთახმებით ინაგმოხსენ. ძალიან კარგი. სამწუხაროდ გაითიშა მაყურებლის ზარი. აქციებთან დაკავშირებით მათ შორის საინტერესო იქნება, რას ფიქრობს მაყურებელი. ელენე ხოშტარიამ როგორც აღნიშნა, ის თulis რომ მნიშვნელოვანი არის, ესე ვთქვათ, მასშტაბური აქცია და ამასთან დაკავშირებით ალბათ რა კონკრეტულ განცხადებებსაც გააკეთებენ. მაყურებელი ხაზია ასევე, გამარჯობათ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. პირდაპირ ეთერში ხართ, დიახ, ისაუბრეთ. კარგი ნაცვლად მადლობა. დიახ. მე ამ აიტერებს ისწრებ. ის მეთოდოლოგი საავტობუსში და 25-60 გაიჟებული აქტივიტეტზე. გამოაჩენდა შეიძლება გზანის პოლიმაკი და ციხეში იქა. ეგ არის კანონი მოხდა ის ციხისა. დაგის ღირსია ოღონდ უგამარ პოსტიხეშება. ეგ არაკაცი ეგა. ვის ესაუბრებთ უკაცრავად კონკრეტულად? ისა სააკაშვილზე, დიახ. დიახ. რაც შეეხება ბოლო დაკავებების სერიას, ამაზე რა განცხადება შეგიძლიათ, ან უფრო სწორედ შეფასება ოპოზიციური ლიდერების, რა სიტყვით, რამდენად სწორია, ესე ვთქვათ? არაფერი, ოპოზიციამ მოისწორს საერთოდ. კარგი. კარგით, მადლობა თქვენს არისთვის ნახვამდის. გამოაჩერე კიდევ. დიახ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერ გადალახული ოპოზიციური ძალების პრაქტიკულად ყველა ლიდერი უკვე ციხეშია. საუბრობთ აი ამ დაკავებების სერიებთან დაკავშირებით, ახლო მომავალში ემუქრება ასეთი ახლო მომავალში ემუქრებათ ასეთი პერსპექტივაც იმ სხვა ლიდერებს. ეს ნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა იმ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც მასში მონაწილეობას გადაწყვეტს, ლიდერის გარეშე მოუწევთ, როგორ მოქმედებს დაკავებების აი ეს სერია შიდა პოლიტიკურ პროცესზე. სიტუაციებზე და რა გავლენა ექნება მას პარტიების რეიტინგზე და რა პოლიტიკურ სურათს მივიღებთ ამის შემდგომ შემოდგომაზე, როგორ წარმოუდგენია ჩვენს მაყურებელს, ვინც ახლა ეთერში გვიკავშირდება. მოგესალმებით და გითმობთ დროს გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა ბინცვალე. გამარჯობათ. მე იცით რა მაინტერესებს? ამ ხოშტარიას 15 კაცის ნახმარი ქალზე შეიძლება კიდევ გადაცემა მოაწყოს? აი მე მაინტერესებს. არის საკითხები, რაც არ არის ჩვენი. მაგას თქვას არ შეიძლება მაგას მხარი დაუჭიროს. მე ბევრი არ მოვწონს მაგათი ნალაპარაკები მთავრობის. მე თქვენ მოგეცით 8 ნომერს მივეცი ხმა, მაგრამ არ შეიძლება ეგ რაც დაიჭირეს, ეგენი უფრო ადრე უნდა მოესწროს და დაიჭირათ. იცით? რომელმა გააკეთა რაიმე მთავრობისთვის, ხალხისთვის, თავიანთი ჯიბეებისთვის. აი ეგ არის ჩემი აზრი. თორე მე არ გეუბნებით, რომ ეს მთავრობა ანგელოზია, მაგრამ იმას რომ ეხმაურებით, რომ ხოშტარია რაც იტყვის, აი ეგ ამდულად სამარცხვინოა. ჩვენ არაფხოლოდ გვერდზე დაუდგებ. აი ეგ არის ჩემი აზრი. გასაგებია. კი ბატონო. თუმცა ჩვენ მხოლოდ ხოშტარიას გზავნილთან დაკავშირებით არ ვამახვილებთ ყურადღებას. სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იქნება თუ სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლის პოზიცია, ამასაც უსვამთ ხას, მათ შორის ანალიტიკოსებს, რაც შეეხება ეს ოპოზიციური ლიდერი იქნება თუ სხვა ვინმე კონკრეტული პირის პირადი შეხედულებებთან დაკავშირებით არ ვსაუბრობთ და გთხოვთ მოგიწოდებთ კორექტულობისკენ, ვინაიდან უხერხული სიტუაცია არ შექმნათ, პირდაპირ ეთერში ვართ. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გვყავს, საუბრობთ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. მოგესალმებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი.
გამარჯობა. მაყურებელს შეუძლია დაიწყოს საუბარი, პირდაპირ ეთერში ხართ. კეთილი, უმჯობესდება თუ უარესდება პოლიტიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, საინტერესო იქნება თქვენი პასუხი ბოლო დროს განვითარებული პროცესების ანალიზის საფუძველზე. და მაყურებელი შემოგვიერთდა ამასობაში გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით. დიახ. რა შეესაბამება ის? აი ახლა შედის პატიმრობა, რატომღაც ძალიან პოპულარული გახდა დღეს. და ხალხი უყურებს ამ იმას შოუს, როგორც ასეთი შოუს. ისინი ჯიუტდებიან არგებიან გამოდახებაზე, ესენი თარქმობენ და დგავენ რაღაც სპექტაკლებს, რომელთაც ძალიან ხალისობს ჩვენ. მაგრამ ეს საქმე წაადგება, ამაშია საქმე. ქვეყანა გაჩერებულია და უყურეთ აი ამ სისულელეს, რომ ისინი აღიდიან, ესენი იჭერენ, რამდენდე უნდა გაგრძელდეს ასე. დიახ, და სწორედ აქ ჩდება ასევე კითხვა, რომ ხალხის ის პრობლემა, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ამ დროს რა ხდება, ანუ ფაქტობრივად სრული უგულებელყოფა ხდება, ხო? რაღაც ნაწილში რომ შევხედოთ, იმიტომ რომ აი თავად თქვენც აღნიშნავთ, სულ სხვა მიმართულებით მიდის ხელისუფლება და ის რომ თქვათ ვალდებულია საზოგადოების კეთილდღეობასთან დაკავშირებით თითქოს რაღაცნაირად მოწყდა, ხო, რაღაც მოცემულობით და ამიტომ საინტერესოა თქვენ რა სიტყვით ამ ხრივ. რა თქმა უნდა, მაგრამ მე რაც ვამბობ, იცით, უამრავი პრეტენზია მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, ახლა საუკეთესო და იდეალური ხელისუფლება არ ყოფილა, არც არის და არც იქნება, მომავალში კარგ ახალს ალბათ, მაგრამ რა შედარება იმ ხელისუფლებასთან, რაც ჩვენ გავიარეთ. მე ახლა საკიან ქალბატონი ვარ, მახსოვს ყველაფერი რაც გავიარეთ და ღმერთმა არქმას მაგათი დაბრუნება. კი ბატონო, მე წარსო პრეტენზია უნდა გამოთქვას იმ ხალხმა, რომელიც არ არიან გასვლელი იმ საქმეებში, რაც ხდებოდა იმ წინა რეჟიმის დროს, მაგრამ აი ხოშტარიებს და ბოკუჩავებს და ვიღაცებს ბოკერიებს ვიღაცებს ზუსტად რომ არ აქვს უფლება დღეს ილაპარაკონ თითის knevit და ეს ხალხს მოაბძულებს უკვე თავი. მე გეუბნებით რომ არჩევნებზე ამ ხელისუფლებას კი არ აძლევს ხალხი ხმას. არამედ მოარსეუბნება იმ ოპოზიციას, რომელიც არსებობს დღეს. ეს არის აბსოლუტურად უმარგესი ოპოზიცია, რომელსაც არანაირი პერსპექტივა სახელმწიფოს არ აქვს და ამიტომ ხალხი ილჩევს ისევ შეჩვეულ ჭიებს, აი ასე ვიტყვი, კარგად გამდებოდეთ. დიდი მადლობა თქვენც არისთვის, ნახვამდის, გასაგებია თქვენი აზრი, 557-88-45 ველოდებით შემდეგ მაყურებელს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხს, ამ მხრივ აღსანიშნავია ის, რომ რამდენად შორწავა, ასე ვთქვათ, წულუკიანი კომისიაზე შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი და კიდევ 9 ოცნების ოპონენტი დაიბარონ. და ამასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო სტატიაც ვრცელდება. ოდნავ მოგვიანებით, თუმცა მანამდე მაყურებლის აზრი გავიგოთ. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა, შურელა, გელეცენა. დიახ. ახლა თქვენ ამოვდით, რომ ხოშტარიაო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გამოვიდნენ და აქციაში მონაწილეობა მიიღონ. აი, აქტის ჩვენია ხოშტარიას და მაგათ სტრატეგია აღმაშენებლებს, დელოებს, დამაცველებს, აღმაშენებლებს, რა ვიცი, როგორ გამოთქვა, არ ვიცი. მაგათ რეჟიმის დროს ხალხმა რა წვენი ისვია, ხალხი გამოცილიყავს მაგათი მთავრობა. არა წვენი აქტივა ხალხის სკლეროზს მართავენ, ამნეზიას მართავენ. მე არ ვიცი კაცო, ხალხი ეწევიან საგამოძიებო კომისიის დროს, მაგათ რეჟიმის დროიდან ამბავს. მაგათთან აქციებზე გადიან მაგათი აქტივისტები. მეტი სხვა ვიგადით, მინდალა. ნორმალური საქართველოს მოსახლეობიდან მინდალა. აი, რომ მოუწოდებენ აღსხენიათ, კაცო, აღსხენიათ. ეს ერთი, მეორე ის კიდე შულო. თქვენ ამბობთ, რომ მინისტრები გაუხსნესო. გაუშვეს მინისტრები და გაუშვებენ ალბათ კიდე, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა სულ ზღაპავს სიღარიბეში.
და ალბათ ეგეთი კორუფციაში არიან და იპარავენ და მიაქვს არ ვიცი მაგრამ აგრე გამოდის ხმები რომ აი კორუფციის იჭერენ და ხალხის ლაპარაკობენ კიდევ ვიძახე ხალხის სულს ხაფავთ გაჭირებაში წესიერი პენსიები არ არის უბედურ დღეშია ბაზარი ყველაფერი გააძლიერებული აქტიაკები და ესენი გენაცვალე არიან ფუფულებაში კომფორტში კაი ცხოვრებაში რა ვიცი რა ვთქვა რა ვიცი ალბათ გამოჩნდებიან კიდე თუ ვინმე იპარავს და მოიპარავს კიდე აბა ხალხი ხარ როგორ დააჯერებენ რომ მაგათთან კორუფცია არ არის ყველა მეორე მაგას ლაპარაკობს მე ჩემს სიტყვებს კერავ ხალხის მოსახლეობის სიტყვას მივეორებ და რა ვიცი გაუშვებენ და ალბათ კიდე გაუშვია და ალბათ კიდე გაუშვებენ მადლობა მოსმენისთვის მადლობა თქვენ ზარისთვის ვინაიდან საუბრობდით დროებითი საგამოძიებო კომისიის თემის ირგვლივ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 4 შაბათის ხდომაზე კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის გვარმა გაიჟღერა რაც ნიშნავს რომ ახლო მომავალში შესაძლოა ისინიც დაიბარონ კომისიაზე ბოლო რამდენიმე კვირის პრაქტიკიდან გამომდინარე კი გამორიცხული არაა რომ ისინიც პატიმრობაში აღმოჩნდნენ და რამდენად შორს აპირებენ წასვლას ამ მიმართულებით კომისია და მისი ხელმძღვანელი თია წულუკიანი ამაზე ანალიტიკოსებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება ამ დროისთვის უჭირთ თუმცა აღსანიშნავია რომ წულუკიანმა კიდევ ერთი თვით ანუ 5 აგვისტომდე მოითხოვა კომისიის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება და პარლამენტი ამ საკითხს ახლო მომავალში განიხილავს 25 ივნისს დიახ წულუკიანის კომისიაზე ოცნების წევრმა გივი მიქანაძემ და ის აქტიური ოპოზიციონერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებიც ცდილობენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ ეღიარებინა. აქვე უნდა ითქვას, რომ ასამბლეის ამ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სწორედ საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე თია წულუკიანი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კი ასევე ახსენა ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. და ვინ დაასახელეს წულუკიანის სხდომაზე, ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება რომ ბევრი ითქვას, ფაქტი არის, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი და კიდევ 9 ოცნების ოპონენტი დაიბარონ დროებით საგამოძიებო კომისიაზე. ნახოთ რა ასე ვთქვათ გაგრძელება ექნება ამ საკითხსაც. მაყურებელს შევახსენებ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია და გვირეკავთ 557 88 55 88-ზე და საინტერესოა თქვენი აზრი ბუნებრივია საკითხთან დაკავშირებით. მაყურებელი ხაზზე გვყავს გამარჯობათ. გამარჯობა გენეც. დიახ, გისმენთ ყურადღებით ისაუბრეთ. აი როცა არიციან ფიფი არის ქართველი კაცი აფინანსებს სწორედ იმას რომ ჩვენი ურთიერთობები აღდგეს რუსეთთან ამისთანაც დებილები რო არიან და გამოდიან არც იციან არაფერი და ვიღაცას რაღაცას ყოლს მოკრავენ და თეორიკალები გამოდიან და ხაბედობენ რაღაცასა მადლობა გენეცვალი კარგით, მადლობა თქვენ ძარისთვის, დაგემშვიდობებით და ვინაიდან გადაცემის მიწურულს საუბრობდით დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ვის დაიბარებენ და დაიწყება თუ არა მათი სამართლებრივი დევნა, ზალა ანჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე არც ერთ ვარიანტს არ გამორიცხავს. ასევე ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს მოასწრობს ყველაფერი, მანამ სანამ დასავლეთი სანქციებს დააწესებს და ხალხი მიხვდება, რომ ეს ოცნების პოლიტიკის შედეგია და კიდევ ერთი კითხვა აქტიური დაიბარებენ თუ არა კომისიაზე სალომე ზურაბიშვილს ანჯაფარიძე ვარაუდობს რომ სალომე ზურაბიშვილის კომისიაზე დაბარების ალბათობა 50-50-ია. მაშინ ასე დღევანდელი ინტერაქტივისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. საუბრობდით საინტერესო საკითხზე დამეთანხმებით, ვისმენდით ასევე საინტერესო პოზიციას. მე შორენა ჭაურელი, დაგემშვიდობებით მომავალ 4 შაბათს დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მადლობა ყურადღებისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, ნახვამდის.